ერთ დღეს სეზონური დეპრესიის მქონე სტუდენტის ცხოვრებიდან ამერიკაში დილით გავუღვიძე, ეს 7-ზე უნდა გამოღვიძე, მაგრამ 11-ზე ძლივს გავუღვიძე, 12-ზე ძლივს ავტექი, პირველი ლექცია გამოვტოვე, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სამსახური. რომელიც უკვე დღეს არ მქონდა, ჭამ ავოკადოს და მეზოდების სახელიდან გასასვლელად თმა ასეთი გამოვიდა, მივიდივართ პირველ ლექციაზე. ახლა გარეთ საშინელი თოვლი იყო დილით, როგორც გავიგე, მაგრამ მე რო გავუღვიძე უკვე სიმშრალე იყო. ლექციის მერე წავედი სავარჯიშოდ, ასე გამოყურებით. მაშინ ყოველ შემთხვევაში დამაგრებული მაქვს სახუები. რამოდენიმეჯერ ავწიე სიმძიმეები, მაგრამ მივხვდი, რომ დღეს ვარჯიშის თავი არ მქონდა არანაირად. ამიტომ უბრალოდ წავედი პირდაპირ ხაფის მისაღებად. მე გავწვავე მეჭა, იმიტომ რომ ამ არ ვიცი რატომ, მაგრამ უკვე შიმშილისგან ვკვდებოდი ამ ნაწილში და მივხვდი, რომ არაფერს თავი არ მქონდა, სანამ ორ ლუკმას მაინც არ შევჭამდი. ასე ვდივარ გასახდელში და ვჭამ ჩემთვის წყნარად. შეუძლია მაკიაჟი გავიკეთო რაღაცა, მაგრამ რეალურად ტუშის და ტუშის მეტი არ ვიზგაკეთება, არ ვიცი, იმიტომ რომ არც ტონალურს, არც ჰაილაითერს და არც კონტურებს და ეს რაღაცებს არ ვხმარო, იმიტომ რომ ფიზიკურად უბრალოდ არ ვიცი, როგორ უნდა გამოვიყენო. გავცნობ თმა გავიკეთო, გაშლი არ მეწონა როგორ იყო, ამიტომ გადავწყვეტე რომ წინკულები დავიტოვო და ეს წავიდე, ხა მივიდივარ 13 დინოთ, გამოცდების პერიოდზე როგორღაც მეორე გამოცდა გამოვტოვე ისევ, ამიტომ პროფესორს უნდა ვემუდარო ახლა რომ აღმადგენოს და არ ვიცი ხედავ თუ არა, მაგრამ აშკარად უფრო დიდი ვჩანვარ და რატომღაც როგორც კი სიმძიმების აწევას ვიწყებ და სხვა რაღაცებს ტოვებ, მუცელი მეზრდება, არ ვიცი რატომ. ახლა სახში მივიდივარ, ღამის 12 საათია, მაგარი დაღილი ვარ, არაფერს თავი არ მაქვს და ისე შეგეძლება გეგონება ხვალე ფიზიკურად არ დადგება უბრალოდ. სახში მოსული ვჭამ მანგოს, მაგრამ არ გონთ რომ მარტო ეს უბრალოდ არ გადამიღია, მაგრამ მივაყუმბარე ერთი ცალი ავოკადო, პური და ყველის ნაჭერი და სახში მოსული გავიგე რომ ჩემმა $200 ფეხსმელი უყიდე და ირაჩემს, მაშინ როცა მე მთელ დღე ქუჩაში ვიყავ.